გუშინ საღამოს ლაგოდეხი-ყვარელი თელავის მთავარი მაგისტრალის ყვარლის მონაკვეთზე საპირისპიროდ მოძრავი Volkswagen-ის და Ford-ის მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად Volkswagen-ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის მძღოლი სოფელ საბუეში მცხოვრები 23 წლის ოთარ ზაალიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. Ford-ის მარკის ავტომანქანის მძღოლმა კი დაზიანებები თავის არეში მიიღო. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ყვარლის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც პაციენტი სახლში გაეწერა. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ კრიმინალისტებმა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარი სახელდება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებას ყვარლის რაიონის კრიმინალური პოლიცია აწარმოებს. სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცის გვამი სავარაუდოდ ავტოავარიის შედეგად. მეორე დაზარალებულს აღენიშნებოდა სახის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ცხვირისწვლის მოტეხილობა და ქალატვინის დახურული ტრავმა. მეორე პაციენტი კონსულტირებული იქნა ყელყურთხევის ექიმის მიერ, ასევე ნეიროპათოლოგის მიერ და გადაყვანილი იქნა ბინაზე შემდგომი მკურნალობისათვის.